ანუ ისე უნდა იყოს რა, ყარად. მოულოდნელად თქვენი მოგზაურობა და პირადად თქვენი ნახვა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაიწყეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს იმ ეკომიგრანტებისთვის, რომელთა სახლები შესყიდულია წლების და ზოგჯერ ათეულ წლების განმავლობაში, რომ ეს სახლები გადაეცეს საკუთრებაში. ფაქტობრივად ისე იყო, რომ ვხედავთ სახლი, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს 2004 წლიდან, ეს სახლი იყო სახელმწიფოსი, ამ ადამიანს არ ეკუთვნოდა და შესაბამისად განცდა, რომ ის არის მფლობელი, ის არის მესაკუთრე, რომ ის გრძელვადიანად ახის ცხოვრობს და შვილები ცხოვრობენ, მას არ ჰქონდა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საერთოდ დაინგრა ესეთი სახლები უპატრონობისგან და ჩვენ ახლა ვაკეთებთ აბსოლუტურ დეტალურ აღწერას თითოეული სახლის, თითოეული მიწის ნაკვეთის, რომ მერე გადაეცეს საკუთრებაში უკვე მთავრობის დადგენილებით ერთლარად გადაეცემათ საკუთრებაში. და მართლა ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანებისთვის, რომ იგრძნონ თავის უფასოვან მესაკუთრეებად. ხშირი არის შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს თავის დროზე არასწორ ნახაზებს, არასწორ აზომვებს და ამის გასწორება გვიხდება, იმიტომ რომ დღევანდელი აზომვის მეთოდები არის გაცილებით უფრო ზუსტი და ამ გადაფარვებსაც ვაკეთებთ. 571 სახლი არის სულ წალკის რაიონში, აქედან პირველი წალკიდან დავიწყეთ 100 სახლი უკვე არის აზომილი და სადღაც 15 აგვისტომდე მორჩებით წალკას მთლიანად, შემდეგ ახალქალაქი, ისა უკაცრავად ნინოწმინდის ახალქალაქის რაიონები, შემდეგ თეთრი წყაროში და ასე მთელ საქართველოში ეს დამთავრდება. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მიდის არა მხოლოდ სახლების, არამედ თვითონ მიწის ნაკვეთების, ყველაფრის აზომვა და ეს ყველაფერი დავასაკუთრებდებათ. ამ აზომვების დროს აღმოჩნდა რამდენიმე ძალიან სერიოზული დარღვევა, რომელიც დანაშაულის სერიოზულ ნიშნებს ატარებს, როდესაც სახლები, რომლებიც სახელმწიფომ იყიდა, გადაიხადა ფული, გადმოიფორმა, ამის შემდეგ უცებ აღმოჩნდა გადაფორმებული ისევ იმ ყოფილ მესაკუთრეზე, ეს ბუნებრივია სერიოზული დანაშაულის ნიშნებს ატარებს და ესეთი საქმეები გადაეგზავნება პროკურატურას და ყველა ის ადამიანი, რომელმაც ეს დარღვევა ჩაიდინა, მკაცრად აგებს პასუხს. ჩვენ ვართ ჩამოსული ხულოს რაიონიდან სოფელ დიდაჭარიდან. თითქმის 10 წელია 2005 წელში ჩამოვედით. ცხოვრობ და მე 10 წელია უკვე. და ძალიან სასიხარულოა, 10 წელია ველოდებით, ვცხოვრობთ აი სახლებში, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავით, რომ ჩვენია და ყველას მიხარია, რომ საკუთარი სახლი გვექნება.